საერთაშორისო განცხადებით 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას, არადამიანურ მოპყრობას და სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას. სამი ადგილობრივი ორგანიზაცია წამების მიმართულებით მომუშავე 4 საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით წინასწარ დასკვენს აქვეყნებს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით დოკუმენტის საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციას და 11 პირის საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერტიზას ეყრდნობა. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, შესწავლილი ფაქტები წამების სისტემურ პრობლემებზე მეტყველებს. ერთობლივი მუშაობის შედეგად და იმტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დადგინდა ის მნიშვნელოვანი პრაქტიკა და ის ძიმე პრაქტიკა პრინციპში, რომელიც წამებას უკავშირდება და არასათანადო მოპყრობას, საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის 11 სხვა წლის დამოუკიდებელ სამედიცინო შეფასებას ჰქონდა ასევე ადგილი, ესეც ჩატარდა და სწორედ აი ამ სამედიცინო დოკუმენტების და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში მიღებით დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა წამების პრაქტიკას. სასამართლო სამედიცინო მტკიცებულებები აჩვენებს მხრებთა ტრავმების შემაშფოთებელ მოდელს, სადაც სახისა და თავის დაზიანებები განსაკუთრებით ხშირია. ბევრმა დაზარალებულმა მიიღო მძიმე დაზიანება, მათ შორის ცხვირის სვლის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევები და რბილი ქსოვილების მასშტაბური დაზიანებები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტები და ეს ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კონტექსტში აფასებენ წამების შემთხვევებს.